სახელითა მამისათა დაძისათა დასულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ესე იგი კახეთში ალავერდობის დღესასწაულებზე ესე არის ალბათ ძველთაგანვე მიღებული და დადგენილი წესი. ყოველი სწორი იოსებ ალავერდელის ღირსი მამის არის ხალხმრავალი. დღესაც არის ვიტყვიან მეორე სწორი ღირსი მამისა. მოდის მრევლი ადამიანთა გუნდი კრებული, რომლებმაც 28 სექტემბერს ვერ შეძლეს მოსვლა და დასრება და აი ეს სიხარული, იმედი, სასვეობა მოაქვთ ყოველ კვირას, რადგან კვირას იყო ღირსი მამის სცენები. მესამე სწორი კიდევ გველოდება, თუმცა კახეთში ისე არის, რომ სადღაც ნოემბრის გიორგობამდე ყოველთვის მოდიან ადამიანები და ითვლება, რომ ეს არის ალავერდელის, ანუ ალავერდობის დღესასწაულების სწორს იხსენებენ აი მადლს და იმ სიხარულს. დღეს ალბათ მოისმინეთ და მივხვდით, რომ ქეთევან დედოფლის ჯვრის საგალობლები და ღირსი მამის საგალობლები იგალობა გუნდმა ამ დღესასწაულების სწორისა და გახსენებისათვის. გილოცავთ და შეგეწიოთ მადლი ღვთისა და ჩვენი წმინდა მამებისა, ღირსისა მამისა. თან დღეს ხსენება არის მონოფრე გარეჯელის. საოცარია ამ ადამიანის ცხოვრება. ერში ცხოვრობდა და იყო უკვე სამონაზნოდ გამზადებული. და ასე ვთქვათ, მაღალი წრიის წარმომადგენელი იყო. თავადი აზნაური იყო და მოკლედ მოწყალე იყო ძალიან და ბევრ ადამიანს ეხმარებოდა. როცა რომ მიაღწია უკვე ხანდაზმულობის ასაკს, თავის მეუღლისაგან ითხოვა კურთხევა, სთხოვა მას შენდობა და თავის ორ შვილთან ერთად წავიდა მონასტერში. და იქ ამ ასაკის მიუხედავად დიდი ღვაწლი იტვირთა და ყველას აკვირვებდა მისი ესეთი ცხოვრება. რატო ვიხსენებთ ამას? როგორი ოჯახები ყოლიათ თურმე ჩვენს წინაპრებს. მეუღლემაც შეუნდო დუნები და უნებლიეთ ჩადენილი შეცდომები, დალოცა, აკურთხა და ესე განუტევა თავისი მეუღლე მონასტერში. შვილებმაც თავისი დაწყებული საქმე გააგრძელეს ქართლში და როცა რომ მონასტერს დავითგარეჯში ძალიან გაუჭირდა წინამძღვრის კურთხევით, ერთ დროს მაღალი წრიის წარმომადგენელი ადამიანი მიდის თავისავე, ასე ვთქვათ, მამულში, თავის მხარეში და ითხოვს მონასტრისათვის, ასე ვთქვათ, შესაძლეს. და შეაგროვა საკმაოდ ბევრი და იქ ბევრი სასწაულიც აღასრულა. ყვება ცხოვრება, რომ იქ მისულს რაღაცა შფოთი შეხვდა, დაინახა უпроსორეთ და გაარკვია, რომ თურმე ერთი ადამიანი იყო ეშმაკეული და ამის გამო იყო ეს შფოთი და მივიდა მათთან და უთხრა, რომ მეო ღირსი მამისო, საფლავისა მტვერი აქვს წამოღებულიო და ამას წყალში გავაზავებ და შემდეგო მიცემთო და ღვთისმადლით ყველაფერი კარგად იქნება. მართლაც ილოცა ღვთისინაშე, რომ დაეფარა თავისი მადმოსილება ღვთისინაშე და კაცთა ქებას გაქცეოდა, ამიტომ დაფარა თავისი სულიერი მაღალი მდგომარეობა და მტვერი, რომელიც გაურია და წყალში და მისა და დაალევინა და მანამდე კიდე უფალს ლოცვით სთხოვა ამ ადამიანის განკურნება, ეშმაკეული განიკურნა. და ძალიან ბევრს ამ სასწაულით ღვთის დიდებაში მოუწოდა, რომ მოსულიყვნენ, სუსტნი გამტკიცებულიყვნენ, ურწმუნონი რწმენაში მოსულიყვნენ, ხოლო მორწმუნენი განემტკიცებინა ღვთისიმედსა და სასოებაში. და შემდეგ, როდესაც უკვე, ასე ვთქვათ, მწვანების ასაკს მიაღწია, დიცქემაში იქნა აღკვეცილი და აღარ გამოდიოდა თავისი სენაკიდან, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში ატარებდა. იყო საკვირველთ მოქმედი, გარეჯის უდაბნოს ჩვენი საეკლესიო მწერლები უწოდებენ ქართველთა ეგვიპტის უდაბნოს. იმდენი ღირსი მამა და მოღვაწე მამა იყო გარეჯის უდაბნოში, რომ ეს ნამდვილად ეგვიპტის თიბაიდის უდაბნოს ტოლფასი იყო და
მადლის მატარებელი. მაგრამ ეს ყველაფერი საიდან მიიღო ჩვენმა წინაპარმა, ან ჩვენ საიდან უნდა ვცნათ და როგორ უნდა გადავცეთ მომავალ თაობას. უფალი ამბობს, რომ ყველაზე აღმატებული გახსოვთ სახარებაში გამომცდელი მივიდაო და ეკითხება უფალო, რომელი მცნება არისო დიდიო რჯულშიო და მოუბრუნდა და უთხრა შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა გონებითა და ყოვლითა საცნობებითა შენითა და მსგავსი ამისი არის შეიყვარო მოყვასი შენი როგორც თავი შენი აი ამ ორ მცნებაზე ანუ სიყვარულის უფლის სიყვარულისა და მოყვასი სიყვარულის ვინც ამ ორ მცნებას აღასრულებს მან მთლიანად რჯული აღასრულა იოანე ღვთისმეტყველის ხსენება იყო ცოტა ხნის უკან და როდესაც მოციქული უფლისაგან შეყვარებული ღვთისმეტყველი იოანე ძალიან მოხუცდა და მოწაფეები ატარებდნენ ხელით და მაინც შემოჰკრებდა თავის მოწაფეებს თავის გარშემო და მხოლოდ ჯერ უკადაგებდა და მერე მხოლოდ ეუბნებოდა რომ გიყვარდეთ და შეიყვარეთ ერთმანეთი. კითხეს ყოველთვის ამას გეუბნები და რატომ გეუბნები ამას? იმიტომ რომ ამ ცნებაზე არის დაფუძნებული მთელი რჯული. დღევანდელი სამოციქულოც გვასწავლის ხოლო ნაყოფი სულისა არის სიყვარული. პირველად სიყვარულს ასახელებს. ხოლო შემდეგ სიყვარულისგან გამომდინარე სიხარული ვისაც უყვარს უხარია. სიხარულისაგან მომდინარე მშვიდობა ვინც გახარებულია და მოყვარული ღვთისა მშვიდობას ეძიებს და არ არის გულარზნილი, არ არის ბილწად მოუბარი, არ არის შფოთის თავი. ხოლო მშვიდობას მოსდევს სულგრძელება. რაც რომ არ უნდა აწყენინონ, ყოველთვის მოითმეს, რამე თუ იცის რომ ვინც ეს წყენა მიაყენა, მას შეცდომა ჩაიდინა, ეს ეშმაკისაგან გონება არეული ან მოთხოვებული ადამიანი არის და ამიტომ მას ის არ ზულს, არის მის მიმართ სულგრძელი და მისი მაცდუნებელი ეშმაკი კიდევ არის საზაზღარი. სულგრძელება სიტყვება მოსდევს, სიტყვება სახიერება, ადუნ კეთილი ზნე, კეთილგონიერება და ყოველთვის კეთილია ყველას მიმართ. ხოლო სახიერებას მოსდევს სარწმუნოება. მტკიცე თუ არ იქნება სარწმუნოება ვერაფრით ვერ იქნები ისეთი როგორც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ხოლო სარწმუნოებას უყვარს მყუდროება. რატო? იმიტომ რომ ლოცვისთვის განმარტოვდეს და ღმერთს შეავედროს. თავისი შეცდომებისა მოტივებას თხოვოს და თავისი გვერდში მდგომი სუსტი თუ უძლური ადამიანების სიკეთე. ხოლო მყუდროებას აუცილებლად მარხვა სჭირდება, იმიტომ რომ ხორცი უძლური არის. 1000 საცდური აქვს. მიიდრიკება განშვება ქეიფის დროსტარების მიმართ, მაგრამ სული მტკიცია და მარხვაში მტკიცე სული კიდევ უფრო მტკიცდება და მარხვაც მისთვის უკვე ძნელი არ არის. ალბათ ბევრჯერ გსმენია და გსმენია, რომ მარხვა გამიჭირდა, ვის გაუჭირდა, ვინც შვების მეძიებელია. მაგრამ ეს გასაჭირიც განსაცდელი ეშმაკისაგან მოდის. მას არ უხარია ქრისტეს მოყვარე ადამიანი. იგი თვლის, რომ ყველა სული მას უნდა ეკუთვნოდეს, რომ ამით ღმერთს გული ატკინოს. მაგრამ გულთამხილავი ღმერთი მოწყალია ყველას მიმართ და შეცდომას ახსარების საიდუმლოს ძალით და მადლით შეუნდობს, მიუტევებს, ფეხზე წამოაყენებს, ანუგეშებს, განამტკიცებს და ისევ სიყვარულით აავსებს. მარხვალს მოთმინება სჭირდება. ესე იგი მოთმინება ნამდვილად სჭირდება, ხო? ალბათ ქრისტიანთა ერთი კალენდარული წრე რო ავიღოთ, ნახევარზე მეტი მარხვა, დიდი და პატარა. ამას მოთმინება სჭირდება. ხშირად არის რომ შემცდა, შემეშალა, ეს გონება გაფანტულობა იცის. მაგრამ უფალი ამბობს, სადაც აიყოს გული და გონება თქვენი, საუნჯეც იქ არის თქვენი. გიყვართ მარხვა? ესე იგი საუნჯე, გული და გონი მარხვაზეა. თუ ცოტა ასე ვთქვათ მერყევობს გონება და საუნჯე გართობა და განშვებაა, მაშინ მარხვაც დრო და დრო ეშლება, იმიტომ რომ დიდ მარხვაში თავს მოიზღუდავს და ერთდღიან მარხვებზე შეცდება, არაზე წაუწდება ხელი, ხან კაცთმოცნეობით მარხვას დაარღვევს და თავს გაიმართლებს. შეგნით რომ აბა მოყვას ხომ არ დავაბრკოლებდი რომ მეთქვა რომ ვმარხულობ. არა. მოთმინება უნდა დიდსაც და პატარა მარხვასაც.
ესე ვითართათვის არაზეს სჯული. ამათვის, ვინც აი ესე წმინდად ცხოვრობს, მათთვის სჯული, აი ღვთით მოცემული სჯული სიყვარულით კიდევ უფრო სხვანაირ სიღრმეს იღებს, ხოლო ქრისტესთან მათ, ანუ ვინც ქრისტესია, ხორცი თვისი, ანუ აი ეს ვნებები ჯვარს აცვეს, ვნებებთან ერთად და გულისწყმებთან ერთად. ვინც მოითმინა, ვინც მარხვა შეეყვარა, ვინც ყუდროებით ილოცავთ ისინაში. უკვე თუ სულითო ცხოველ ვართ, მაშინ სულითაცა ვეგნებ, სულითაც ვძლიოთ. სხვაგან სამოციქულო ამბობს, აი ეს მორწმუნენი ღვთის სულით გაძლიერებულნი და ღვთის მოყვარენი ერეოდნენ და ძლევდნენ ხეცებს, გარეულ ხეცებს. ჯარს შეიარაღებულს, რომელიც ბოროტად უზერდა მათ და დახოცვით ემუქრებოდა. დღევანდელი წმინდანების ცხოვრებაშიც ესე არის. დახოცეს და გაანადგურეს, მაგრამ ვერ მოერიან. ხორცი მოკვდა, მაგრამ სული მტკიცია, როგორც წმინდა გიორგისთან, როგორც კეთევან დედოფალთან. ნუმცავარ ზვაობა, ვინც ესეთ ცხოვრობთ, ესეთი წესით. ჩვენი თავმოწონება, ჩვენი ერთმანეთის მიმართ სიზულილი, თუ ერთი მეორისა ბრალობა გვერდზე უნდა დავტოვოთ, უკეთ უგსურს, რომ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა იყოს ყოველთვის ჩვენთან, ას და უკუნისამდე ამინ. გილოცავთ, შეგვეციოს და შეგეციოთ მადლი ღვთისა, ას და უკუნისამდე ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.